შემდეგი სტუმარი შემოგვერდება გიორგი ხარებავა, ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი, არის ჩვენი სტუმარი. გიორგი, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მადლობა. თქვენთანაც დავიწყებ ამ ახალი ინფორმაციით, დღეს რაც შევიტყვეთ, რომ დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა დეზინფორმაციაში ჩართულობის გამო ტელეკომპანია იმედი და პოსტივი. ხომ, აქ არის პირდაპირ მითითებული, რომ ეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების პაკეტში მოხდა ეს და რაღაცა ისინი დეზინფორმაციას ავრცელებდნენ უკრაინასთან დაკავშირებით. ხო, ეს რას ნიშნავს ეს ქართული ოცნებისთვის, ცალკეული ტელეკომპანიებისთვის, რომ ეს შეიძლება სერიოზული პრობლემა გახდეს გასაგებია, მაგრამ რა გზავნილია ქართული ოცნებისთვის, რომელსაც უსანქცირებენ, ასე ვთქვათ, პროპაგანდის ინსტრუმენტებს? ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ძალიან დიდი ხანია ვამბობთ, რომ აი ამ ეგზისტენციალური კრიზისის დროს, აი ამ ეგზისტენციალური ბრძოლის დროს დასავლეთსა და რუსულ ბოროტებას შორის ოცნებამ სამწუხაროდ აირჩია რუსული მხარე. და ყველაზე უარესი, რაც ამ შემთხვევაში არის, ოცნება წარმოადგენს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, ჩვენ შეგვიძლია მას არალეგიტიმური ვუწოდოთ, მაგრამ დე-ფაქტო ხელისუფლებას წარმოადგენს და მისი გადაწყვეტილებები ბუნებრივია უარყოფით და დაისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, საქართველოს სახელმწიფოზე, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე. აი აღნიშნული ფაქტი ოცნების ტელევიზიების იმედის და პოსტივის და სანქცირებისა და ამ რუსული სანქციების პაკეტში ამ ტელევიზიების მოხვედრისა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ოცნებამ აშკარად და ღიად აირჩია რუსული მხარე, რაც ძალიან ცუდია ზოგადად სახელმწიფოსათვის და ეს რუსული მხარე, არ ვიცი, მათი პროპაგანდა, მათი რიტორიკა სულ ადასტურებს ეს განცხადებები მათ არჩევანს, ხო? თუნდაც უკრაინასთან მიმართებით თავიდანვე გვესმის, რომ ეს უკრაინის ხალხს დააზარალებს ეს ომი და თითქოს ზელენსკის შეეძლო, მაგრამ არ აიცილა ეს ომი თავიდან. იგივე ხდება საქართველოსთან მიმართებით. ახლა აი მაგალითად 1921 წელზე იყო ლაპარაკი გუშინ და მარო მაყაშვილზე, რომელთან დაკავშირებით ქართული ოცნება კი ამბობს, რომ ის რუსეთმა მოკლა, მაგრამ აი მაგალითად ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საბჭოთა ჯარმა მოკლა, რომლის შემადგენლობაში დიდი წილი კი რუსები იყვნენ. ამ შემთხვევაში მოუწია ამის თქმა, მას შემდეგ რაც უცნობის განცხადებას მოჰყვა ძალიან მძაფრი რეაქცია საზოგადოებაში, რომ ის ამბობდა, რომ მარო მაყაშვილი არ მოგვიკლა რუსეთმა და ეს მაშინდელმა მთავრობამ მოგვიკლაო. ახლა რა ეს რიტორიკა ისედაც ამდენი წლების განმავლობაში გვესმის და თქვენ ეზრით რატომ ასე მკვეთრად ხისტი რატო ხდება ხოლმე პერიოდულობით ეს რიტორიკა? არ მუშაობს მათი შეფასებით ეს საკმარისი არ არის შიდა აუდიტორიისთვის? სხვათა შორის რომ დავაკვირდეთ ბოლო 100 წლის რუსულ საინფორმაციო საქართველოს წინააღმდეგ ეს ძალიან კარგად ჯდება ლოგიკაში მსგავსი რიტორიკა, როდესაც საქართველოში რუსეთი იმყარებდა თავის პოზიციებს, მისი რიტორიკა დასავლეთის მიმართ საქართველოს პატრიოტების მიმართ ყოველთვის ხდებოდა უფრო და უფრო ხისტი. იგივე 1921 წელს, როდესაც ერთ-ერთი ბოლშევიკი მამია ორახელაშვილი თბილისის აღების შემდეგ შემოვიდა თბილისში, მან განაცხადა, რომ აი წარმოუდგენლად ცუდი სურათი ნახა თუ როგორ პირდიტველა ბიჭები, როგორ დახოცა ნოე ჟორდანიას მთავრობამ, როგორ შეაკლა ბიჭები ნოე ჟორდანიას მთავრობამ და სოციალ-დემოკრატების მთავრობამ არაფრისათვის. ძალიან ესეთი მოდელია ეს. ამას შემდეგ იყენებდნენ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ, მას დებდნენ ბრალს დიქტატორობაში, სისხლისმცველობაში. სხვათა შორის 1921 წელს კომუნისტი საქართველოს დაპყრობის შემდეგ გაზეთი კომუნისტი აცნობდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ როგორც იქნა ქართველმა მშრომელებმა დიდხნიანი ტანჯვის შემდეგ მშვიდად ამოისუნთქვეს. აი ეს მშვიდად სუნთქვის ფენომენიც ძალიან მშვიდად სუნთქვის მესეჯიც ძალიან ისეთი ის არის ნაცნობია ჩვენთვის, ხო? იგივე ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ პუტჩისტები ამბობდნენ, რომ როგორც იქნა ქართველებმა მშვიდად დაიწყეს სუნთქვა. 2012 წლის შემდეგ ამბობდნენ, რომ აი ქართველებმა მშვიდად დაიწყეს სუნთქვა. სოციალ-დემოკრატების ხელისუფლებას ბრალსდებდნენ იმაში, რომ მათ ქვეყნის სიმდიდრე გაზიდეს ქვეყნის გარეთ. მათ ბრალსდებდნენ რაღაც გლობალური ომის პარტიის, რაღაც კომუნისტურ, ბოლშევიკური წინამორბედი იყო, ასეთი რაღაც საერთაშორისო გლობალური იმპერიალისტური ძალები, რომლებსაც მუდმივად ომი უნდათ მსოფლიოში და არ უნდათ მშვიდობა. ეს ათვისებულია რუსეთის მიერ ჯერ კიდევ 100 წლის წინ. დიდი ხანია ეს მუშაობს, სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვსწავლობთ ამ შეცდომებზე და რადგანაც ვერ ვსწავლობთ ამ შეცდომებზე, ეს მესეჯები მუშაობს და რაც მუშაობს, იმას როგორც წესი პროპაგანდისტები არ ცვლიან ხოლმე. აი რას ეუბნება დასავლეთს ამით? აი ეს უფრო მეტად შიდა აუდიტორიაზე ალბათ გათვლილი, თუ არ ვიცი დასავლეთის მიმართაც, იმიტომ რომ ყველა კრიტიკულ განცხადებაზე რაც ისმის დასავლეთისგან, მაგალითად ხვალ რეზოლუციის წარდგენა იგეგმება ხო ევროპარლამენტში.
პასუხი არის ის, რომ ხო, აბა რა ვქნათ მაშინ მათ აუყვეთ მათ მოწოდებებს და ომი დავიწყოთ, ეს უნდათ. აი ისინი მიუხედავად იმისა, რომ დღეს მაგალითად სამმა ელჩმა პირდაპირ დაადანაშაულა ქართული ოცნება დეზინფორმაციაში და ტყუილი უწოდა იმ მტკიცებას, რომ თითქოს ეს ქვეყნები, დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ საქართველოს, რომ მეორე ფრონტი გახსნას ქვეყანაში. ეს უფრო მეტად გათვლა ვიზი აქვს შიდა აუდიტორიაზე. შიდა აუდიტორიაზე ამჯერად სასახა გათვლა, იმიტომ რომ სრული დეზინფორმაცია არავის არ ჭირდება. კიდევ ერთი ცხელი წერტილი ევროპაში თეორიულად რო წარმოვიდგინოთ, საქართველოში რომ ომი დაიწყოს, ევროპის მასშტაბით ევროკავშირში დაიწყება მიგრანტების ახალი კრიზისი, ასობით ათასი ქართველი, რომელიც დღეს ევროკავშირში ცხოვრობს, მათ სამართლებრივი საფუძვლები გაუჩნდებათ იმისთვის, რომ თავშესაფარი მოითხოვონ საქართველოსთან, მიაწყდება დევნილების, ქალების, ბავშვების ახალი ტალღა ევროპის კავშირს, რომლების შენახვაც დაჯდება მილიარდობით ევრო ყოველწლიურად. ევროკავშირს გაუჩნდება ახალი თავსატეხი თავის სამეზობლოში, ახალი კონფლიქტის სახით. ახალი კონფლიქტები არავის არ აწყობს სუფთა პრაგმატული თვალსაზრისით საქართველოში ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტის გახსნა, თუნდაც რაიმე მცირე ესკალაცია, მაინც სუფთა წმინდა წყლის ტყუილია და წმინდა წყლის შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი, რომელსაც იმედის პოსტების და რუსთაველის, რომელიც სამწუხაროდ არ მოხვდა სანქციებში და კარგი იქნებოდა რუსთაველის მომხდარიყო, აი ტელევიზიების ეთერებიდან მუდმივად 24/7-ზე, როდესაც იმეორებენ სისულელეს, როგორი სისულელეც არ უნდა იყოს, თუმცა საკმარისი ეფექტურობ, საკმარისი რეგულარობით გაიმეორებ, საკმარისად მარტივ მესიჯებს შეიმუშავებ, ის საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის გინდა თუ არა ხდება დამაჯერებელი. მაგრამ ამით ხო იფუჭებს ურთიერთობას დასავლეთთანაც. ესეც არის მიზანი. ცხადია იფუჭებს დასავლეთთან, ოცნების მიზანი უკვე აღარ არის ეს, რომ დასავლეთთან კონდეს ესეთი ურთიერთობა, როგორც ჰქონდა წინათ. ოცნების მიზანი არის ხელისუფლების შენარჩუნება. ხელისუფლების შენარჩუნება ერთდროულად და დასავლეთთან თანასწორი დასავლეთთან პარტნიორობა ამ ეტაპზე აღარ გამოდის. მათთვის თავარი პრიორიტეტი არის ხელისუფლების შენარჩუნება და მაქსიმუმ ისინი რასაც ითხოვენ დასავლეთისგან, უბრალოდ გვაღიარეთ ისე როგორც აღიარებთ ლუკაშენკოს, გვაღიარეთ ისე როგორც აღიარებთ სხვა დიქტატორებს, როგორ იურთიერთეთ ჩვენთან ისე როგორც ურთიერთობთ სხვა დიქტატორთან, ხოლო უფრო ღრმა თანამშრომლობას რაც შეეხება იქნება ეს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება, წევრობა ან რაიმე მსგავსი ამბიციები და მსგავსი სურვილები ოცნების ლიდერებს ოცნებას უბრალოდ არ აქვს. აი ამაზე სულ აქვს ხოლმე ოპონენტებთან არგუმენტი, რომ შეიცვალა რეალობა და თქვენ ამას ვერ აცნობიერებთ. იქ ტრამპი გახდა პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამაც შეცვალა ეს რეალობა და ჩვენს უგვესმის იმაზე, რომ ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ აქვს მოლოდინი და იმედი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეძლებს ურთიერთობის დაალაგებას და შეიძლება აღარც კონდეს ევროკავშირთან აქცენტი ამაზე და ამერიკის შეერთებული შტატებთან ურთიერთობის დაალაგება დაეხმარება მას, რომ მიიღონ ისეთი, როგორც მას სურს დარჩეს. აი, რამდენი ხო, თუ არის ამის ტრამპის არჩევიდან გავიდა დაახლოებით წელიწადი და 4 თვე, ტრამპის ინაუგურაციიდან გავიდა უკვე წელიწადზე მეტი. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არ გვქონია არც ერთი ისეთი ხელშესახები კონტაქტი ოცნების წარმომადგენლებსა და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას შორის. უფრო მეტიც, ვიცე-პრეზიდენტი როდესაც იყო ჩამოსული სამხრეთ კავკასიაში, ის ეწვია რეგიონის სამეფოებთან, აზერბაიჯანს და საქართველოში საწვავის გასამართადაც კი არ დასვა საქართველოში საკუთარი თვითმფრინავი, ხო? არანაირი ინდიკატორი, არანაირი მაჩვენებელი იმისა, რომ მოცნება შეერთებულ შტატებთან ალაგებს ურთიერთობებს, ტრამპის ადმინისტრაციასთან ალაგებს ურთიერთობებს არ ჩანს და ბოლო პერიოდში არა ინაუგურაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც უკვე აშკარა იყო, რომ გაჭირდებოდა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, ჩვენ ვხედავდით და დღემდე ვაკვირდებით რეჟიმის რიგი პროპაგანდისტების მხრიდან ტრამპის მიმართ ძალიან ხისტ და აგრესიულ რიტორიკას, რომ ამბობენ, რომ უკვე ესეც deep state-ის ნაწილია და ასე შემდეგ. ხომ კი ბატონო, არ აქვს ამისთვის საკმარისი მოცემულობა, რომ აი რატომ ვერ აინტერესებს თქვენი აზრით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ქართული ოცნება. არსებობენ სხვა ავტორიტარული ქვეყნები, მაგალითად ბელარუსი მაგალითი მოაქვთ ხოლმე, რომელთანაც აქვს ურთიერთობა, ხო, გარკვეული ამერიკის შეერთებულ შტატებს და რატომ არ არის საქართველოს იმ დონის, ასე ვთქვათ, ავტორიტარებს შორის იმ დონის, რომ ბელარუსივით შეძლოს ამერიკის შეერთებული შტატების დაინტერესება, რომ მასთან რაღაც კომუნიკაციაზე წამოვიდეს. აქ ერთი ძალიან საინტერესო
საინტერესო ფაქტორიც არის ბელარუსის შემთხვევაში იცის ელაპარაკო ლუკაშენკო არის ოფიციალურად მაინც არჩეული პრეზიდენტი, ოფიციალურად მას უკავია პრეზიდენტის ოფისი. საქართველოს შემთხვევაში ასეთი არავინ არ არის. საქართველოს შემთხვევაში ყველამ იცის, რომ ფიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც მართავს ქვეყანას და ის ბოლო 14 წელს განმავლობაში რამდენი პრემიერ-მინისტრი აქვს შეცვლილი, არავინ არ იცის. ვის უნდა ელაპარაკოს საქართველოს შემთხვევაში. ძალიან სამართლიანად გნებავთ ამერიკის შეერთებული შტატები იყოს და გნებავთ ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო ან თუნდაც ჩვენ რეგიონული მეზობლები, ირაკლი კობახიძეს, შალო პაპუაშვილს, მიხეილ ყაველაშვილს და მსგავს ადამიანებს არ აღიქვამენ თავის თანასწორად. როდესაც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი, ერთი ქვეყნის მმართველი უნდა ელაპარაკოს მეორე ქვეყნის მმართველს და ამ შემთხვევაში ივანიშვილი არის თავისთვის სადღაც გადამალული, მისი ემისრები თუ მისი მოჯამაგირეები რაც გინდათ ის დაუძახეთ, როგორც თვითონ თქვა ერთ-ერთ საკუთარ პრემიერ-მინისტრზე. ეს ადამიანები არ წარმოადგენენ არაფერს, ეს ადამიანები არ არიან თანასწორი მეორე მხარის, ვისაც უნდა დაждდე და ელაპარაკო, იმიტომ რომ მეორე მხარე მიცის რომ ეს ადამიანები ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ და ახლა დროს ხوار დაკარგავენ და რამდენად მაგალითად ქართული ოცნებისთვის არასახარბიელო იქნება გავლენა ამ ურთიერთობებზე დასავლეთთან. ისეთ შემთხვევებში მაგალითად დაწყებულია გამოძიება, ჩვენ ვნახეთ ქიმიური შესაძლო მოწამვლის ფაქტებთან დაკავშირებით, ხომ? ასევე ჩვენ ვნახეთ ძალიან მძაფრი ანგარიში წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მხრიდან, სადაც აღწერილი იყო ძალიან საზარელი შემთხვევები. პრინციპში ჩვენ ეს მოსმენილი კი გვქონდა, მაგრამ ეს თავმოყრილი ერთ დოკუმენტში საერთაშორისო აუდიტორიაზე გათვლილი ახლა მოამზადა წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა. ეს ფაქტები, ეს გამოძიებები რომ დასრულდება, თუ იქნება ისეთი შედეგი, ისეთივე მწვავე, რაზეც არის მოლოდინი, ეს რა გავლენას მოახდენს ქართული ოცნების თუნდაც მისი ლეგიტიმაციის არ ვიცი, არაღიარების გაგრძელებაზე ან ურთიერთობებზე ისე კონკრეტულ ვადებზე ალბათ ვერ გამიჭირდება საუბარი, მაგრამ ეს ისეთი საქმეებია ბოლო 14 წელს განმავლობაში იმდენად ბევრი ცუდი რამ დაგროვდა, იმდენად ბევრი დანაშაული დაგროვდა, რომ ოდესმე აი ამ დანაშაულებში მონაწილე ადამიანებს აუცილებლად მოუწევს პასუხისგება და თუ დადასტურდა ეს ქიმიური მოწამვლის საქმე, რაღაც წარმოუდგენელი რაღაცები, რომ გაურიეს აქციის დაშლისას, ეს ძალიან სერიოზული საერთაშორისო სკანდალია, რაც უკვალოდ არ ჩაივლის. კიდევ ერთხელ არ ვიცი ეს როდის შეიძლება მოხდეს, დროის რაოდენობაში, მაგრამ ამაზე აუცილებლად მოუწევთ კონკრეტულად. და ალბათ არის დოკუმენტები, რასაც ყველა საერთაშორისო ინსტიტუცია დაეყრდნობა და გამოიყენებს მომავალში. ამ შემთხვევაში ერთ რამეს ვიტყვი, სანამ BBC-ს გამოძიება, სანამ BBC-ს გამოძიება ფილმი არ გამოვიდა, იქამდე ამაზე ძალიან ცოტა ვსაუბრობდით ჩვენ. ეს ადრევე იყო ამაზე სამუშაო და ძალიან წინ წააგდებდა საქმეს. მაგალითად, აქციის დაშლიდან მეორე დღეს შეგროვებული იყო გარკვეული ნიმუშები, იქ რაღაც გაზის ყუმბარები, ასასმები, რომლებიც წყლის ჭავლით დასრულდა და ამავდროულად უფრო მეტი მტკიცებულება გვექნებოდა ამართულებით. სამწუხაროდ ეს არ გაკეთდა ან დავალოდოთ ამ გამოძიებას. გიორგი ხარებავა იყო ჩვენი სტუმარი, ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი.